დილამშვიდობისა მეგობრებო, დილი 7 საათია, თავს გძნობ უსაზღვროდ ენერგიულად. და თუ რატომ ამას ზუსტად ვიდეოს ბოლოში გაიგებ. ეხლა ავდგები, ავიწონები და ეგრევე ჩავიცმევ, ჩავალ და 1 კილომეტრი უნდა ვირბინო. 1 კილომეტრი საკმარისია, რომ აი გამოფხიზლდეს სრულიად. კარგით მეგობრებო, ავიწონოთ. მაინტერესებს მეც რამდენს ვიწონი. 140 კილო და 150 გრამი. ეს არის დასაწყისი მეგობრებო. დასაწყისი, წავედით. ტემპერატურა შეადგენს -5-ს. თოვლი არ არის დღეს. აი დილითაც კი ესეთი განათებულია ჩვენი სოფელი და დავიწყეთ სირბილი. ჯერ ქვემოთ ჩავიბეთ, მერე ზემოთ. წავედი. 1 კილომეტრი. სრულებით საკმარისია, რომ გამოფხიზდე დილით. თუფთა აერი. როგორც ჩანს, ჩაგვიშვერს შუქები უკვე. თენდება. არა უშავს. მე მოვდივარ. მოვიდი მეგობრებო. კარგია ხა? დილის გამომხნეველი ვარდიში ამით მორჩა. შევა სახში ჰიგიენა რამე. კარგი მეგობრებო, თავი მოვიწესრიგე. არასდროს არ დატოვოთ ასე ლოგინი. არასდროს არ გაასწორებინოთ ვიმეს თქვენი ლოგინი. თქვენ თვითონ ყოველთვის რა უნდა? 2 წუთის საქმეა. უცბად მოვაგვარებ. ლამაზად იცოდე. არ უნდა მიყარო, მოყარო მეგობარო. გადასაფარებელი აუცილებლად გჭირდება. მორჩა მეგობრებო. აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი ოთახიც. ჩვენი მაგიდა შვენიერია მეგობრებო, ახლა შეუდგები საუზმის მომზადებას. ჩვენ გვექნება დღეს ბლინები ბანანში და თავის ნუტელასთან ერთად. ოღონდ ბევრი არა, რეცეპტსაც გაგიზიარებ და ამავდროულად შეაფასეთ. როგორი გამოვა, როგორი გამოვა და ასე შემდეგ. კარგი, ჩავედით. ახლა შეუდგები მომზადების პროცესს. ამავდროულად განახებ თუ რას ვიყენებ ინგრედიენტებად და ცუდი არ უნდა გამოვიდეს მგონი. შესანიშნავი უნდა გამოვიდეს. პირველ რიგში გავტეხოთ ჩვენ 2 კვერცხი. დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი და ეს მასა აურიოთ. საკმარისია, დავუმატოთ 9 ლიტრის ძე. აი ეს. ეხლა ისევ აურიოთ. შესანიშნავია მეგობრებო. 9 ჩაის კოვზი მარილის სრულებით საკმარისი იქნება ამისთვის. და ესე ჩავყაროთ. და ისევ აურიოთ. ახლა მოვიდა ფქვილის დრო. დავყაროთ ფქვილი. აი ეს. კონსისტენცია ნახო. კარგით მეგობრებო, ასეთი მასა გამოვიდა. შესანიშნავია. ჩავასხოთ ჩვენი შესანიშნავი ბლინი. ოპა, საკმარისია. წავიდა წრეზე და დავდოთ. გვერდები რომ გაყვითლდება, იქიდან ხვდები რომ უკვე მზად არის ჩვენი ბლინი ამოსატრიალებლად. ესე ირგვლივ ლამაზად ნახეთ. ოპა. შესანიშნავი მეგობრებო. ახლა დადგა მასტერ კლასის დრო. აი ეს რამდენი გავაკეთე ახლა დაახლოებით 4 დღის განმავლობაში ვიმყოფინებ. ამას მივირთმევ ყოველ დღე დილით, რადგან ვფიქრობ რომ შესანიშნავი საუზმეა. და ახლა ავიღებ ბანანს, დავჭრათ. შესანიშნავად იჭრება. გამოვიღებთ ბლინს, აი ესე. შემდეგ დავუსმევთ ნუტელას. ესე დავგლეს, ესე გავასწორებთ ამ შოკოლადს. ბლინი ცხელი რო არის, ადნობს. საკმაოდ ადვილად და 9-ზე მთლიანად მოვასწორებთ ამ ნუტელას. ნუტელა მეგობრებო. ეხლა ბანანს დავაწყობ 1, 2, 3. ვაიმე. ამ პროცესს ვიმეორებთ ყველა ბლინთან. გამოდის აი ესეთი უსაყვარლესი ბლინი. მეგობრებო, გავჭრათ ჩვენი ფორთოხლები. აი ასე. შესანიშნავი. ესე ჩვენი საუზმე მეგობრებო, ალბათ დამეთანხმებით რომ მშვენივრად გამოიყურება. დილით საუზმე ერთი და იგივე დროს მივირთვით. ამ შემთხვევაში დილის 8 საათზე მივირთმევ საუზმეს. ყოველთვის დღეიდან გაგიზიარებ ამ წონის კლების პროცესს მეგობრებო. ეს არის ნორმალური საუზმე. ახლა მე მივირთმევ როგორი გამოვიდა მეგობრებო.
ამაზე უარი როგორ უნდა თქვა. Სადაც დავხედო ხრის 10 წუთია მეგობრებო, შესანიშნავი დროა. მომზადდება ცოტა დიდი დრო წაიღო. მაგრამ ვაიმე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ერთი და იგივე დრო. ერთი და იგივე დროს უნდა გააკეთოთ ერთი და იგივე საქმე. ეს არის 100%-იანი შედეგის მომტანი. მაგალითად, მეგობრებო. კარგი, ახლა გეტყვით დღის განმავლობაში რას გავაკეთებ. ავალ აღმართზე, ჩანჩქერზე, გაუჩერებლად, შემდეგ ჩავალ ისე დინარეში მეგობრებო. ვაიმე, არა უშავს, ეს მოხდება და ყოველთვის მოხდება. დღეიდან, ემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, ყოველ დღე დაიდება ვიდეო და ყოველ დღე ერთი და იგივე პროცესი გამეორდება, უბრალოდ ყოველი დღე ინდივიდუალური იქნება. ინდივიდუალური, ამას თქვენ თავად ნახავთ როგორ იქნება. ერას ბიძავარ ეს თბილისში რო გაყიდონ ერთი ნაჭერი 10 ლარი იქნება. შევჭამე ეს 4 ნაჭერი. დავნაყრდი მეგობრებო, ეხლა დავაყოლებ ფორტოხლის წვეს. ვაიმე. შესანიშნავად მეგობრებო, დღე დავიწყეთ. 1 საათი შესვენება მეგობრებო. ეხლა უნდა დავრეცხოთ ყველაფერი, ეგრე არ გამოვა. ვაუ, ჩემი ლომი მეგობრებო. ოპა. ბრაბუსი ვითიკეტება ჩემი განები. პირველ რიგში უსაფრთხოება, ხოება მნიშვნელოვანია. აბა. კარგი მეგობრებო, ამოვედი. შესანიშნავი მზიანი დღეა და ეხლა დავიწყებ სიარულს. არ გავჩერდები სანამ ბოლომდე არავა. თქვენ კი ამ მომენტით დატყვით და უყურეთ ზემოდან ხედს. მეგობრებო, ამოვედი. დღეს შედარებით უფრო გამიადვილდა, უფრო გამიმარტივდა და ეხლა განახებ ჩემს აისბერგს. ესე ჩვენი აისბერგი, როგორც ხედავთ, ერთმანეთს უახლოვდება ზედა მხარე და ქვედა მხარე. ცოტა ხანში ალბათ შეერთდება და დამთავრდება ჩვენი აისბერგი, აღარ გამოჩნდება. როგორც ხედავთ, სუსველი ვარ, მაგრამ ნუ გეშინიათ მეგობრებო, არ გავცივდები. აი ამ სიცივეში დაუფლილის კი შანსი არ არის რომ რამე დამემართოს. დავით, საწავით, არცადაც არ წავით. დავიწყებ ეხა ბუქნებს გავაკეთე, შემდეგ აჯიმანიებს გავაკეთე, მერე ბუქნებს, მერე ისევ აჯიმანიებს. 1 2 კარგია. 1 2 კარგია. 1 ამას რა ჯობია. ფეხები ძლიერი უნდა გქონდეს ყოველთვის. არა, ეკოც მაგარია. და კიდევ მეგობრებო, ბევრი წერს დაგვათვალიერებინეთ სოფელიო. დაგათვალიერებინებთ მეგობრებო. უბრალოდ ცოტა ხანი მოიცადეთ. აქავრობა გამწვანდეს, ცოტა ფოთოლი გამოიშვას და შემდეგ ყველაფერს დაგათვალიერებინებთ და გაოცებული დარჩებით ამავდროულად. უკვე გავაკეთე აჯიმანიები, ბუქნები, ბუქნები. და ეხლა ჩავიცვენ და დავეშვები ეგრევე ცივ მდინარესთან მეგობრებო. მანამდე განახებ ცხეულს, თუ როგორ გამოვიყურები დღეს. ესეც ასე მეგობრებო, ეს არის ისევ ჩემი სხეული. როგორ გამოვიყურები, ძალიან საშინელება, კატასტროფა ცხიმი არა მაქვს. ამას 3 თვეში გავანადგურებ, დედას ვუტირებ. შევჭამ ბოლოს და ბოლოს შევჭამ. ისე მცხელა, ეხლა რომ აი ესე სულად ჩავიცმევ და ისე ჩავალ მდინარეს. არა, როგორ არ ჩავიცმევ, მაგრამ ჩავიცმევ და ისე ჩავალ. და მეგობარო, თუ მოგწონს ეს კონტენტი, გამოიწერე არხი და პატარა კომენტარი დაწერე ვიდეოს ქვემოთ. უღრმესი მადლობა. ყველა შემოგევლეთ, რადგან ისეთი კომენტარები დაიწერა წინა ვიდეოში, რომ ძალიან გახარებული ვარ რა. წავედით ცივ მდინარესთან. მოგეწონათ მეგობრებო, დრონის კადრი როგორი იყო? ასეთი კადრები ბევრი იქნება მეგობრებო, ბევრი მაქვს, ძლიერი мотиваცია მაქვს, ძლიერი და
რა ვიცი, დიდ მადლობას გიხდით. უღრმეს მადლობას გიხდით თუ ყველას. შეიძლება იფიქროთ, რომ გავცივდები არ რაღაცა, მაგრამ ერთხელაც კი არ დამიცემინებია სიმართლე გითხრათ. არც დამიხველებია. არ ვიცი, მეგობრებო, თქვენ გადაწყვეტეთ. ვაიმე! აი, მეგობრებო. ცოტა რომ გაცივდეს რა, ცოტა გაცივდეს, ისე ცივი არ არის, წინაზე ცივი არ იყო რა. ისე დღეს მოგიყვებით მეგობრებო, რას ვაპირებ? აქედან რომ ამოვალ, შესანიშნავ ადგილას უნდა წავიდე. შესანიშნავ. მაგარია! საკალმახეში მეგობრებო, საკალმახეში. ჩვენი სოფლის საკალმახია. თქვენს მოგეწონებათ, დაგათვალიერებინებთ იქავრობას. ჩვენი ერთ კალმახსაც ვიყიდით და წამოვიღებთ სახში. და მოვამზადებთ თქვენთან ერთად მეგობრებო. დღეს ცოტა ცივარ, არ ვიცი რა. გასაგრილებლად ჩავავედი. ვაიმე! შემოვტრიალდები ისევ. მეგობრებო! მგონი, მე კი არ ვარ შოქში. წყალია შოქში, წყალი. წყალი შოქშია მეგობრებო. ეს ვინ მოსულაო იძახის. ეს ვინ მოსულაო. ამ დროს ჩემი სხეული გაგიჟებულია. რამდენი ხანი გავიდა? არ ვიცი. ალბათ აქ დავჩები მეგობრებო, კარგად. გემშვიდობებით. ამ დროს საკვარისი ამოვედი მეგობრებო, ამოვედი. ვენიერი დღეა სიმემდინარის მისაღებად. ამოვედი. ეხლა ისევ რო ჩავიდე, წყალი ცხელი იქნება ჩემთვის, ცხელი. ეხლა გამოვიცული მთლიანად და ეგრევე წავალ საკალმახეში მეგობრებო. დარჩით და ნახეთ თუ რა მშვენიერი საკალმახე გვაქვს სოფელში. გაოცებული დარჩებით. ჩემი ბუგატი ხო გამოიყურება ლომივი, გელივი, ნადირივი. ნახეთ მეგობრებო. ნახეთ. ეი. შვენიერი. ზაფხულში მოდიხარ, დასაჯდომი ადგილებიც არის, უამრავი ტურისტი მოდის ხოლმე აქ. ძალიან მაგარია. ნახეთ რამდენი აქ წარმოიდგინეთ 1, 2, იქით 3, იქით ქვემოთ 4, ეს მე-5. ზემოთ კიდე 1 8 ცალია ესეთი. ამ მოხდა ჩახდა უცებ გაკეთებულია. შესანიშნავად მოდი დაჯექი მეგობრებთან ერთად იქეიფე. აი კიდე იქით სამთისთვის. ძალიან მაგარია ზაფხულში აქ არის წარმოიდგინეთ. ეხლა ხეზე ფოთოლი არ არის და ისე კარგად არ ჩანს. თორე უამრავი სილამაზე და შეხედეთ. დიდი ზომებიც აქვს, პატარა ზომებით. ეხლა ვეტყვი რომ 1 ცალი დაიჭირო ჩემთვის და უყურეთ ამ პროცესს. კარგი, წავედით. აი მეგობრებო, ეს ბიჭი დაიჭეს ახლა ჩვენთვის შეხედეთ. საჭმელს უყრის რომ მოიზიდოს. აი ესე მეგობრებო. შესანიშნავია. ეხლა აუწონით და გავიგებ თუ რამდენ სიწონის ჩვენი კალმახი. 950 გრამი გამოვიდა ჩვენი კალმახი. მეგობრებო, შეხედეთ. ჩემი ბუგატი ხო გამოიყურება გამანადგურებლისავი. BG მეგობრებო, ბუგატი BG. მეგობრებო, კალმახი ვიყიდეთ, 950 გრამი გამოვიდა. უთხარით თუ შეიძლება გამისუფთავეთ მეთქი და გამისუფთავეს. კარგი, ახლა წავიდეთ სახში. კარგი მეგობრებო, დაუბრუნდი საკალმახედან. დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ. თევზი დავჭერი უკვე და ესეთი შესანიშნავი თევზია. კალმახი მეგობრებო. მე მაქვს აქ კარტოფილი, პომიდორი, თევზი, ორეგანო, ზვანური მარილი და კეთილი გული. ორეგანოს ჩავყრი.
ცოტა სვანურ მარილს ჩავყრი კარტოფილში. სვანური მარილი მეგობრებო, მაგარია სვანური მარილი. ზემოდან ცოტა ზეითუნის ზეთს დავასხამ. და ეხლა თევზის დრო მოვიდა. რა დავაყაროთ ამას? რა თქმა უნდა, მარილი მეგობრებო, ჯერ აქეთ ამ მხარეს დავაყრი. ბევრს არა. ეხლა მეორე მხარეს. პომიდორს დავჭრი შუაზე, აი, როგორც ხედავთ. პირველ რიგში თევზს ჩავდებ ამ შესანიშნავ კერამიკაში. აი ეს, ამასაც შუაშია ესე ჩავდებ მეგობრებო. ესე დავაწყოთ პომიდორები, უკვე კარგად შეზავებული. აი ესე. შესანიშნავია. და ასევე მეგობრებო დავუმატოთ ირგვლივ ნიორი, რომელიც ასე ვთქვათ, მეუდარებელია. აი ესე მეგობრებო. ხუმეში შევდებ ნახევარი საათის განმავლობაში. ნახევარი საათის შემდეგ ვნახოთ თუ რა გამოვიდა. შევიხედოთ ვნახოთ აბა რა გამოვიდა. ვაუ, მეგობრებო, შესანიშნავია. უკვე მზად არის. მეგობრებო, ესეც ასე. კალმახი უკვე მომზადდა. პირდაპირ ესე დავდებ მეგობრებო. არ ამოვიღებ შიგნიდან და დავაგემოვნებ. ეგრევე ისემშია. დილის ბლინების შემდეგ არაფერი არ მიჭამია. მაგრამ არა უშავთ მეგობრებო, ამას პურის გარეშე შევჭამ თლიანად. აი მეგობრებო, გეპატიჟებით მეგობრებო, მოდით, ყველას გვეყოფა. აი შეხედეთ მეგობრებო. ვაიმე, ნახეთ როგორია. იდეალური. მართლა მაგარი გამოვიდა, ღირდა ამ ყველაფრად მეგობრებო. ვაიმე. ეს რა მაგარი ყოფილა ბიჭო. წვესაც მივაყოლებ. აი ესე. ვა. სუპერი. რას ფიქრობთ მეგობრებო, როგორი დღე გამოვიდა? თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე და პატარა კომენტარი დაწერე, თუ გინდა ოღონდ რა თქმა უნდა. თუ გინდა მეგობარო, ძალიან მაგარია მეგობრებო. თუ უყურებდი ამ ვიდეოს ბოლომდე, გაიხარე მეგობარო, დიდი მადლობა. გენაცვალეთ.